მაგარი ამბავია რეალურად ჯუარშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი რო იყო ის კაცი თურმე ყოფილა უკაცრავად რუსულისთვის იგროკი რო თამაშე პოკერს თამაშობდა ან რულეტკას ზერო შპილი და ასე შემდეგ კიდე რაღაცები ქვია ხო ორფალაინს და ასე შემდეგ მოკლედ ლუდომანი გემბლერი მოთამაშე პირი რომელიც მაინც და მაინც კი არ დადიოდა კაზინო მაგალითად აჭარაში მაგრამ ონლაინ თამაშობდა თურმე დადებდა ხოლმე ლაპარაკობთ პირზე რომელიც არის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იმ ქვეყნისა რომელსაც თავის მხრივ ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამ თამაშობაში ჯუანშერ ბურჭულაძეს გამაგარი ყოფილა კაცო 800,000 ლარი როგორც გავიგე მოუგია 800,000 ლარს რომ იგებ ამეთანხმებიან ნამდვილი მოთამაშეები ვისაც ჩიპი აქვს მოჭრილი თამაშობაში 1,600,000 მეტს რეალურად მაგრამ აი მინიმუმ 1,600,000 აგებ როგორც წესი მაგრამ აი მას შემოსავალი სწორედაც რომ 800,000 ლარი მიუღია და ვერ ვიტყვი რომ ღმერთმა შეარგოს მეთქი ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა უბრალოდ ეს ინფორმაციას ეს ამბავით შემომხვდა როდესაც სულ სხვა თემაზე მიდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება იცით თქვენ რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი ბანდის წარმომადგენელი და როგორც უკვე შემდგომ ირკვევა მინისტრის მოადგილე ოღონდ არ სახელდება ამდენაც მე ხვდები კი არა ვიცი რომელი მინისტრის მოადგილე საგარეო მინისტრის მოადგილე ანუ მაკაბოჭორიშვილის მოადგილე ყოფილა ირანის საელჩოში ამაზე ჩვენ პრინციპში ვილაპარაკეთ მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ეს და მას გაუკეთებია ჩანაწერი იმის თაობაზე რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით წუხს ირანში განვითარებული მოვლენების ზოგადად და უფრო კონკრეტულად ალი ხამენეის დაღუპვის გარდაცვალების რეალურად კი ლიკვიდაციის გამო წუხს მოკლედ ძალიან შეწუხებულები არიან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამასობაში ირანის საელჩოს წარმომადგენელმა თქვა ამგვარი რამ უთქვამს ამგვარი რამ საელჩოს წარმომადგენელ ელჩს რომ ესე იგი ეს არისო მეგობრობაო ჩვენიო მეგობარი გასაჭირში იცნობაო და მეგობარი რაღაცი გასაჭირში იცნობა ძალიან დიდი მადლობა რომ ამგვარი ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მაღალ ჩინოსანმა რომელსაც მე კი არ ვასახელებო მაგრამო აგი გააკეთა განცხადება კი არა ჩანაწერიო და ფრიად მადლობლები ვართ ამის გამო ვიდრე ფორმულა არ დაუკავშირდებოდა საგარეო უწყებას მანამდე ჩვენ არ ვიცოდით რომ მინისტრის მოადგილეს გაუკეთებია მაგალი ალბათობით სწორედაც რომ ლაშა დარსალიას რომელიც ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა იცით თქვენ როგორც კი ირანის საელჩოს წარმომადგენელმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება მას შემდეგ მაშინათვე ეგრევე ისრაელის საელჩომ გააკეთა ვრცელი განცხადება ამასთან დაკავშირებით. და ნახეთ რა განცხადებაა. ამ განცხადების ერთი პასაჟი როგორია. ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, კითხულობ ამომწერე, მათი უნარით გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლეს, სტაბილურობას და თანამშრომლობის გზას. სტაბილურობას და თანამშრომლობის გზას. და ვინ ირჩევს ტერორის ექსტრემიზმისა და ძალადობის გზას. ისრაელის საელჩო, ისრაელის ელჩი. ანუ ისრაელის ოფიციალური წარმომადგენელი აკეთებს ამ განცხადებას. ვინ არის მართალი? არ შეიძლება შენ ერთის მხრივ მეგობარი გყავდეს წარმოუდგენელია ტერორისტი და რაღა იაკეთებ ამ ჩანაწერს სამგლოვიარო წიგნში შესაბამისად ეუბნები სამყაროს რომ ესენი ჩემი მეგობრები არიანო და მეორეს მხრივ გყავდეს მეგობრად არა ტერორისტი რომელიც სამართლიანობისათვის თავისუფლებისათვის სამართლიანობისათვის სტაბილურობისათვის სიცოცხლისათვის თანამშრომლობისათვის იბრძვის თუ იღწვის
იღწვის რომ იწოდეთ მაინც არასწორად წერენ ხოლმე მათ შორის ჩემი კოლეგები იღწვის ესე ამბობენ მოღვაწეობა ღვაწლი ხო შესაბამისად იღწვის არა ეხლა ქართულის გაკვეთილებს კი არ ვატარებ აქ მაინც და მაინც მაგრამ ეს რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა კი არა შეიძლებოდა პრინციპში მაგრამ უბრალოდ ეს სიტყვა მოიდა ვინ არის მართალი ისრაელის ელჩი თუ ირანის ელჩი ერთის და მეორეც მართლები არიან მე თუ ვიტყვი მე მგონი არ შევწდები საქმე ის არის რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის ირანი მეგობარია იმიტომ რომ მათ შორის შავი ფულის გათეთრებისათვის სჭირდებოდათ მათ ისლამისტური ალი ხამენეის დროინდელი ალი ხამენეის ჟამის ირანი ახლა ეს ირანი სულს ღაფავს ალი ხამენეის ირანი სულს ღაფავს შესაბამისად მათ მეგობარი პარტნიორი ეკარგებათ კარგავენ მეგობარს პარტნიორს ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზრდება მათი უნარით გაარჩიონ თუ ვინ არის უგასწრებად ვინ ირჩევს სიცოცხლეს ისრაელი ირჩევს სიცოცხლეს ირანი ალი ხამენეისა მათ შორის და მისი დარჩენებისა აგრეთვე ისრაელის სახელმწიფოს მოსპობით ემუქრებოდა თუ ვინმეს არ უნდოდა ისრაელის სახელმწიფო გარშემო მახლობლად სწორედ ალი ხამენეის და საერთოდ 1979 წლის შემდგომ პერიოდში დაარსებულ ირანს არ უნდოდა სტაბილურობას და თანამშრომლობას ირჩევს ყველა ხალხი ვის და ასე შეარჩევს ხოლმე მეგობრებს ხოლო ალი ხამენეი ირჩევდა ტერორს ექსტრემიზმს ძალადობას სიკვდილს უბედურებას განადგურებას და ასე შემდეგ ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებით ორ სიტყვას კიდევ ვიტყვი აღარ ჩავძვრები რაღაც ისტორიაში 3000 წლოვანი ისტორია გვაქვს რაღაც ქართველი ებრაელები და ასე შემდეგ არ ვილაპარაკებ ქართველი ებრაელების ფენომენზე როგორც ასეთზე არ ვილაპარაკებ ამაზე როგორ შევიფარეთ ჩვენ და როგორ იყვნენ ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწილი ქართველი ებრაელები ამაზე არ ვილაპარაკებ მე მაქვს მქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ცოტა ხნის წინ 2-3-4 თვის წინ დაახლოებით საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფის წარმომადგენლები ბანდის წარმომადგენლები ელაპარაკებოდნენ ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნის შეძენის თაობაზე აქ-იქ ეხლა ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე რომ სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძის დროს აი რო ვახსენე იმ ბურჭულაძის დროს საქართველოს შემოიტანა ისრაელიდან საჰაერო თავდაცვის სისტემები. გსმენიათ ამის თაობაზე მე არა გულახდილად გეტყვით. მე არ მსმენია რომ ჩვენი თუნდაც სტრატეგიული ობიექტები აღარ ვლაპარაკობ მთელ ქვეყანაზე იყოს დაცული სტრატეგიული ობიექტები სახელმწიფო მათ შორის უწყებები არის დაცული და საჰაერო თავდაცვის სისტემები არის გამართული და მუშაობს. პირიქით მე მეგონა და ვიცოდი აქამდე და ასეც არის რეალურად რომ ოდესღაც 2013 წელს ირაკლი ალასანია თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამგვარი ხელშეკრულება წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთთან და ფრანგული სისტემები უნდა დამონტაჟებულიყო ჩვენთან მაგრამ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ერთად იმ სისტემების დამონტაჟება ჩაშალეს და ირაკლი ალასანია დაახლოებით 4-5 თვის წინანდელ ინტერვიუში რადიო თავისუფლებისათვის ამბობს რომ დღესაც შეიძლება ამის გაჩარხვა რომ მიცოდეთ მაინც მაგრამ არავის არ უზრუნია საქართველოს თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე და აგრეთვე თავდაცვის შესაძლებლობების შექმნა გაძლიერებაზე მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩემი აზრით მაინც ჭორი გამოაგდო იმის თაობაზე ჭორი ხმები დაყარა იმის თაობაზე რომ ისრაელიდან ჩვენ ვაპირებთ რომ შევიზიდოთ ან საერთოდ შევიზიდეთ საჰაერო თავდაცვის რა არის საჰაერო თავდაცვა რაკეტა რომ მოფრინავს რომ გადაიჭიროს ცაში ეს რაკეტა და აფეთქოს ცაშივე ეს სისტემები ასეა მე მგონია რომ ესე არ არის მე მგონია რომ ეს არის დაყრილი ხმები და თუ ესეა მაშინ საჯარო უნდა იყოს ეს ინფორმაცია და ჩვენ მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ მართლაც დაცულები ვართ ყაზბეგის გამზირზე ვარ ახლა თბილისში ერთ კაფეში აქ ხშირად მიწევს ხოლმე ჩაწერა ჩემი ვიდეობლოგისა მიზესთა გამო და მე უნდა ვიცოდე რომ კარგი იმ შენობას თუ არა აი იმ შენობას მაინც ან გვერდზე აგე ევროპული სკოლა მნიშვნელოვანი კერძო ინფრასტრუქტურა ხო განათლების კერა აი იმასაც იცავს აღარ ვლაპარაკობ აი
შემდგარ ხელმარჯვნივ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მუშაობს. ასაკეთებს ცხადი არავინ არ იცის, მაგრამ მაინც სახელმწიფო უწყებაა. მე უნდა ვიცოდე, რომ ის შემდგარ წინ და მარჯვნივ, აი ანტრეროა თუ იცით ყაზბეგის ბოლოსკენ და რესტორანი ფასანაური როა, ხო, აი ქავთარაძის არამ დაიწყება. იქ კუთხეში არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. იცავს უწყებას და აბშენობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და რამ სისტემა? ცხადი არა. რეალურად ეს არის ტყუილი. მაგრამ თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები მართლა შემოტანილია, მე გეტყვით, რომ მეორე ჭორს გაგიმხელთ, რომელიც სიმართლესთან უფრო ახლოს არის, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების მიერ დარხეული ჭორი ხმა, რომ ეს სისტემები იცავს მინიმუმ 2-3 ობიექტს, რომელთა პატრონიც არის გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ ბიზინა ივანიშვილი. ანუ იცავს აბას თუმანს, იცავს ჭორბილას, იცავს სოლაკის ქედზე შეფენილ ბიზინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრ სახლს და კიდე რა ვიცი, შეიძლება კიდე 3-4 ობიექტს, რომლებთან დაკავშირებითაც ბიზინა ივანიშვილს აქვს უშუალო ინტერესი. ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, გულახდილად გეტყვით, ანუ ვერ გეტყვით, რომ ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ თუ რამ არსებობს, თუ რამ ურთიერთობა გაჩარხულია ისრაელთან, სწორედაც რომ ეს უფრო სიმართლეა, რომ ისრაელიდან შეძენილი იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილის კერძო საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველ საყოფად. ისრაელთან ურთიერთობის არევა, ეს უბრალო ამბავი არ გეგონოთ ბატონო. ეს არ არის რაღაცა ურთიერთობა აირია ნიკანორ მელიასთან, ნიკა მელიასთან, არა, ნიკანორს არ უწოდებ შეგდებულად, რომ კრინობითი ფორმა არ იყოს შერჩეული შემთხვევით, თუნდაც არა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა აგერია მიხეილ სააკაშვილის რაღაც წარმომადგენლებთან თუ პარტიის ლიდერებთან. ან თავის შენივე გუნდის რომელიღაც 1 თუ 42 წარმომადგენელთან. არა. ისრაელთან ურთიერთობის არევა არის ეგზისტენციური გამოწვევა, საფრთხეს არ ვიხმარ, შეგდებულად ვიტყვი, საქართველოსთვის. მრავალი კუთხით, ეკონომიკური კუთხით, ინვესტიციების კუთხით, ინვესტიციების კონკრეტულად თქვათ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების კუთხით, სოციალურ საკითხებში აგრეთვე, ინფრასტრუქტურის კუთხით, განათლების კუთხით, უსაფრთხოების კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უისრაელოდ დარჩენილი საქართველო ფთამოტეხილი კი არ არის. ვერ გეტყვით, რას შევადარო. წავიდეს ბიზინა ივანიშვილი და ეხლა ჯუაშერ ბურჭულაძესავით ფსონები განათავსოს 0 შპილზე. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ არათავსებს, მაგრამ მაინც. თქო ბადრის უყვარდა მადარკაციშვილს. თამაში. უყვარდა თამაში. ოღონდ ბადრი მადარკაციშვილი ბიზინა ივანიშვილისაგან განსხვავებით ასე უნდა გითხრათ და მიხვდებით, რასაც გულისხმობ, ცოცხალი არსება იყო, ცოცხალი ადამიანი იყო. ანუ არ იყო გაქვავებული, გამეხებული, რაღაც გაქანდაკებული ტიპი, რომ ამას რაღაცა ემოცია, ემპათია, სიყვარული, შეცდომა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჰქონდა. არავინ არ მისდირი ცხადია. მაგრამ მაინც ის რუსი ოლიგარქი, ბადრი მადარკაციშვილი, ძმაკაცი ბერეზოვსკისა, სჯობდა ამ რუსელი ოლიგარქს, ბიზინა ივანიშვილს, რომელიც ყველაფერთან ერთად არის ასეთი. არა, ის კაზინოში არ წავა, რა საკვირველია, რომ მას ეს ემოცია, როგორც ასეთი, არც აქვს, ის ლექს არ წაიკითხავს, ის შეცდომას არ დაუშვებს. ოღონდ მისი ეს უშეცდომობა არის ყველაზე დიდი შეცდომა, გაგიკვირდებათ. და ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლეს. სიცოცხლეს ირჩევს შეერთებული შტატები, დასავლეთი, ისრაელი და ჩანაწერი, რომელიც გააკეთა მაღალი ალბათობით ლაშა დარსალიამ, ან სხვა მაკაბოჭორიშვილის მოთხოვნით, ხოლო თავად მაკაბოჭორიშვილს კობახიძემ მოსთხოვა და კობახიძეს კი ივანიშვილმა და ივანიშვილს კი ფსბ-მ. ეს ჩანაწერი რომელიღაც ეტაპზე იქნება ამოღებული და დადებული.
მაგიდაზე. და კითხვა იქნება დასმული ასე. თქვენ ალაოდ ხო არ იყავით? ალაოდ ხომ არ ხართ და ალაოდ ყოფნას ხომ არ აპირებდით ემანთ ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყავით. ვერ დარჩებიან. გარწმუნებთ. ნახვამდის.